გამარჯობა, მოგესალმებით ყველას, ჩემო ძვირფასო ქართველებო. გფარავდეთ უფალი, დაღლოცოთ უფალმა და იყავით დიდხანს ჯანმრთელები და ბედნიერები, ტანმრთელები. მე მინდა ვისაუბრო დღეს თემაზე ონკოლოგიაზე, რომელიც გვანადგურებს და არის საქართველოში ძალიან გავრცელებული, ამნერი გავრცელებული არ ყოფილა. ალბათ არავის არ ახსოვს არც ერთ წელიწადს და არც ერთ დროში და არც ერთ ჯამს ძალიან ბევრი არის ონკოლოგიური პაციენტები. ეხლა რაც შეეხება ონკოლოგიას, მე არ ავჩქარდი და არ ვისაუბრე. დაახლოებით ერთი თვენახევრის წინ მოხდა ეს ამბავი, ან ორი თვის წინ და არ ავჩქარდი, არ ვისაუბრე, იმიტომ რომ ჯერ მინდა რომ შედეგი დადებულიყო რაღაცა და თქვენ გამიხარებინეთ და მე თქვა ჩემი სათქმელი. და ეს ყველაფერი არ არის ერთ ადამიანზე მარტო გადატანილი, რაღაც ახლა მე ამ ვიდეოში ვისაუბრებ და შევეცდები რომ ძალიან მოკლედ თქვა და ძალიან არ გავწელო. ესე იგი რა ხდება ახლა? თვენახევრის წინ მიკავშირდება ჩემი ძმაკაცი, ჩემი მეგობარი, ერთად ვსახურობდით წლები. და გიო ესეო ჩემს მეუღლეს ძალიან ცუდი პასუხი უთხრესო ონკოლოგიის მხრივ რა სიმსივნე უთხრესო და თუ შეიძლებაო რომ დამეხმარო და გვერდში დამიდგეო და რა ვინც მიცნობს კი იცის ამას არ აღჭირდება არანაირი ჩემი ცნობა, არანაირი ნაცნობა, ქართველები ვართ, ერთი სამშობლოს და ერთი ერისშვილები ვარ და თუ ჩემი სიტყვა, თუ ჩემი დარიგება, თუ ჩემი ერთი ზარი, ან ჩემი რაიმე გვერდში დგომა, თუნდაც აქ გვერდში დგომა დაგჭირდებათ, მე ამაზე უკან არ დავიხევ და რაც მთავარი არის, არანაირი თანხის სანაცვლოდ არ ვაკეთებ მე ამას. არავისი ხალხო თქვენი ერთი თეთრი, ერთი ლარი, არა 1 ევრო არ ამჭირდება მე. მე გამოვნახავ დროს რომ თქვენ რამენაირად რამეში დაგეხმაროთ. ეხლა რაც შეეხება ამ კერძოდ ამ საქმეს. ესე იგი იმდენად მძიმე იყო მან პასუხები და იმდენად როიტყვიან გამოუვალი იყო საქართველოში პასუხები, რომ უთხრეს რომ მაქსიმუმ ამან თუ იცოცხლაო 1 თვე ან 2 თვეო. ძალიან მძიმე პასუხებიაო და პირდაპირ ერთ-ერთმა ღვთისმიერმა ექიმმა უთხრა რომ ჩვენ ამას ვერ უშველით და არ არის საშველი და როდესაც ჩემმა მეგობარმა უთხრა რომ მაშინ საფრანგეთში უნდა წავიყვანო და გადავიყვანო საზღვარგარეთო, პირდაპირ უთხრა ერთმა ექიმმა რომ კი ბატონო ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება და წაიყვანე მეუღლე საფრანგეთშიო. ეხლა რაც შეეხება ამ ადამიანს, მე მინდა ამ ადამიანს უთხრა უღმესი მადლობა, იმიტომ რომ ბევრი არ იტყოდა ამას და ბევრი იტყოდა უბრალოდ რომ მაინც გარდაიცვალება აგერ ერთ თვეში და всё. ამნაირი ფაქტებიც ყოფილა და იმიტომ ვიძახი. უთხრეს რომ მაინც გარდაიცვალება და ჯობია არ გარდაიცვალოს. ეხლა მე მინდა ამის შესახებ ვისაუბრო, რომ ესე იგი ეს არ არის განარჩენი და ეს არ არის ის ბოლო ეტაპი და ბოლო ნაბიჯი, რომ ჩვენ უნდა გავჩერდეთ. გასული არის ესე იგი რაც მე ამან დავხვდი, ესე იგი აეროპორტში და რაც მე ესენი ჩავაბარე, რაც საბუთი ავაღებინე, რაც სამკურნალობაზე დადგნენ, გასული არის აქედან სადღაც 50-55 დღე 2 თვე. და ეხლა წეგან მირეყავს მაკაცი გახარებული, ჩემი ძმა და მეგობარი და მე უნევა რომ 2 ხიმიის შემდეგ, ესე იგი ყველაფერი არის უკვე როიტყვიან ფორმებში ჩამდგარი და ყველაფერი არის უკვე საუკეთესოდ. და ჩვეულებრივად ჩდება იმისი იმედი და იმისი ის რომ მადლი, უფლის მადლი რომ ეს ადამიანი ესე იგი იცოცხლებს არაერთ წელიწადს კიდე. და სანამ ეს პასუხები მოვიდოდა ექიმებმა აქ უთხრეს რომ არანაირი 1 თვე და 2 თვე და 5 წელი და მეტიც. მაგრამ დღეს უკვე კონკრეტულად მოვიდა პასუხები რომ შეიძლება ეს საერთოდ აღალაგონ და კიდევ მრავალი წელი იცოცხლოს ამ ადამიანმა. ამიტომ ჩემო ძვირფასო ქართველებო, ჩემო საყვარელო ადამიანებო, მე პირადად ერთი კაცი, ერთი ადამიანი, რომელიც მთელი გული და სულით მოგცემთ რჩევას, დაგარიგებთ, მოგცემთ ჩემ ტელეფონის ნომერს, WhatsApp-ს. აგერ არის ჩემი Facebook, ჩემი პირადი გვერდია, ამიწერეთ კომენტარი. თუ ვინმეს ოდნავ სიცოცხლეს რაღაცა შეუნარჩუნებს უფალი ღმერთი, მე ვინა ვარ, უფალი ღმერთი და იქ ჩემი ერთი სიტყვა იქნება ჩასარევი და ჩემი ერთი დარიგება იმოქმედებს კარგად თქვენზე, მე მთელი გულით და სულით ამას გავაკეთებ დიდი სიხარულით და ეს იქნება ჩემთვის ბედნიერება, რომ კიდევ ერთ ადამიანს დავეხმარე რაღაცაში. ამიტომ დამიკავშირდით, იქ ვიღაცები იზახიან, რომ დამირეკეს ძალიან ბევრი ადამიანმა რომ ატყუებენ ახლობლები, ნათესავები, მეზობლები, რომ საფრანგეთში ჩაბარება არ არის, ამ ხრივ აღარ იბარებენ, აღარ კურნალობენ და არ ვიცი უბრალოდ ამას რატო ვაკეთებ ადამიანებო, ერთდროს ხო თქვენს გიჭირდა და თქვენც იმიტომა ხართ აქ, მეც მიჭირდა და მეც იმიტომა ვარ აქ, ამიტომ უბრალოდ მაგაზე არ ვისაუბრებ ეხლა. ხართ ონკოლოგიური პაციენტი და იმედი გადაგიწურეს? არ არის არანაირი იმედი? არ გაჩერდი იბრძოლე სიცოცხლისთვის, რომელიც სიცოცხლეს უფალმა ღმერთმა მოგცა. გაკოცეთ გულში, ჩაგიხუტეთ და ყველა ჯანმრთელობა, ბედნიერება და ონკოლოგია არ არის ბოლო გაჩერება. თავარი არის ბრძოლა და უფლის რწმენა. გაკოცეთ გულში, მიყვარხართ ყველას ბედნიერი დღე.